საქართველოში ძალიან ძლიერია ზოგადად წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქალი, როგორი უნდა იყოს კაცი, რას ნიშნავს იყო კაცი და რას ნიშნავს იყო მამა. როდესაც პირველად მსგავსი მონაცემების და საზოგადოებრივი დამოკიდებულებების მონაცემების მოგროვება მოხდა საქართველოში, ეს იყო 2013 წელს, მაშინ აღმოჩნდა, რომ ძალიან დაბალი იყო კაცების ჩართულობა თავიანთი შვილების ცხოვრებაში. მაგალითად, როდესაც შევხედეთ 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებთან რა საქმიანობებით კავდებოდა მამა, აღმოჩნდა, რომ ყოველდღიური საქმიანობები, როგორიც არის თამაში, დაბანა, წიგნის წაკითხვა, სულ რაღაც 7% აკეთებდა ამას. და სწორედ მაშინ დაიბადა პირველი კამპანია მამა წიგნი წამიკითხე, რომელიც ხორციელდებოდა კაცების ზრუნავენ კამპანიის ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. ხოლო ამის შემდეგ უკვე დაწესდა მამის დღეც, რომელიც როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ასევე მეათედ აღინიშნა წელს საქართველოში. და ის რომ მამობა ამდენი ადამიანისთვის, ანუ 91% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და საკმაოდ ახლოს არის ეს იმ მაჩვენებელთან 2009 ეს რაუნდებად ტარდება ეს კვლევა და 5 წლის წინანდელ მონაცემებთან არის ძალიან ახლოს. თუმცა ის რაც იცვლება არის ის რომ რეალური ჩართულობა იზრდება მათი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ მამობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, ჩართულობა იყო ძალიან დაბალი. მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით მხოლოდ 1% ამბობდა მამების, რომ მხოლოდ მათი მოვალეობაა რაღაც საქმიანობები შულთან მიმართებით, ну, თქვათ ბანაობა, გამოკვება. ეხლა ეს მონაცემი არის 18%-მდე გაზრდილი. რა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მამობა როგორც სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსია, თუმცა მასთან მოჰყვება მოვალეობები, პასუხისმგებლობა და ზრუნვა არის ცენტრალური სწორედ ამ სტატუსისთვის და ზოგადად ზრუნვა არის ის, რაც განგვსაზღვრავს ჩვენ როგორც ადამიანებს და მისი დაფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ოჯახში, ისევე საზოგადოებაში და ამისი გადააზრება, რომ ეს არ არის მხოლოდ ქალის მოვალეობა და ეს არის ისეთი რაღაც, აი მამის ჩართულობა შვილის ცხოვრებაში არის შეუცვლელი. ეს როლები თუ არ იქნა განაწილებული, მისი ჩანაცვლება ვერ მოხდება და ყველავარს არ მხოლოდ შვილის საკეთილ დღეოდა, არამედ თავად მამის საკეთილ დღეოდაც კი. სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით გლობალური მონაცემი ამბობს, რომ როდესაც მამები ამყარებენ უფრო ახლო ურთიერთობას თავიანთ შვილებთან, მათშიც ხდება რაღაც ცვლილებები, დადებითი ცვლილებები, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ეს კავშირი შვილთან შედგეს უფრო მარტივად. ასევე აი მეორე მონაცემი, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს და ვახსენებ ხოლმე, არის ის, რომ როდესაც მამაკაცებს ეკითხებიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლო ურთიერთობა აქვს შვილებთან, 1.5-ჯერ მეტი ადამიანი ამბობს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მას უნდოდა რომ ყოფილიყო. ანუ ეს მისცა ამ გამოცდილებას. ზუსტად ეს გამოცდილება პირველ რიგში რა თქმა უნდა ბავშვის ინტერესებიდან რომ ამოვიდეთ ბავშვებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ ოჯახის ჰარმონიისთვის, მაგრამ ასევე კაცებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი და მე მგონი ამისი გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს მათთვისაც არის. დიახ. და ასევე აი რა არის ის მთავარი ბარიერები მაინც, რომლებიც ხელს უშლით მამებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ აი მშობლობის პროცესში და რა არის აი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპები ამ თვალსაზრისით. გასაგებია რომ თქვა დამოკიდებულებები, განწყობები უკეთესობისკენ იცვლება წლების განმავლობაში, მაგრამ ჯერ კიდევ ალბათ ბოლომდე არ არის ხომ საკითხი მოგებული. ხო, იცით რა, ყველაფერი არ იცვლება უკეთესობისკენ. ეს ბოლო კვლევა, რომელიც ვახსენებ, ბევრი მონაცემი არის პირიქით გაუარესებული 2019 წელთან შედარებით, მაგრამ მამების დღის ფარგლებში მინდა რომ დადებით მონაცემებზე გავაკეთო აქცენტი. ის რაც ბარიერია ზოგადად ეს სოციალური ნორმები არ არის მხოლოდ ის მერი სიმჯერა და მე რა მინდა რომ გავაკეთო. ხშირად ეს არის ასევე ჩემი წარმოდგენა იმის შესახებ თუ რას მოითხოვს საზოგადოება ჩემგან. ან მე რა მგონია რომ ირგვლივ ადამიანები ფიქრობენ და მე მავალებენ, მე მევალება როგორც ამ საზოგადოების წევრს. ძალიან ხშირად უფრო უარესი არის ხოლმე ის წარმოდგენა მე რა მგონია ვიდრე ის, როდესაც ადამიანების შეხედულებებს გავზომავთ. და როლებთან დაკავშირებითაც ეს წარმოდგენები რა თქმა უნდა იცვლება. და აი ის ერთ-ერთი ბარიერი მაგალითად რაც შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ არის ის რომ შესაძლოა მაგალითად ბავშვის მოვლის გამოშვებულებით თუ ისარგებლებს კაცი მას ეგონოს რომ ან დასცინებენ ან სამსახურში მისი ავტორიტეტი შეილახება. თუმცა როდესაც ეს კითხვა დაუსვით აღმოჩნდა რომ 58% არ ფიქრობს ასე რომ შეილახება მათი ავტორიტეტი სამსახურში, თუმცა ყოველი მესამე მაინც ფიქრობს. მაგრამ ეს ბავშვის მოვლის გამოშვებულება, რაც დღეს უკვე საქართველოს კანონმდებლობით არის შესაძლებელი, ძალიან დაბალი პროცენტია
იმ კაცებისა, რომლებიც ინფორმირებულობაც დაბალია, იმათი პროცენტულობაც დაბალია, ვინც ამას რეალურად ითხოვს და იღებს, მაგრამ მიზეზი როგორც ახსენეთ არის ის, რომ ფიქრობენ, რომ ამით მათი ავტორიტეტი დაზიანდება შეიძლება. ეს ერთ-ერთი თქვა სოციალური ნორმაა, რომელიც გავტესტეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ყოველი მესამე ამას ფიქრობს, მაგრამ მეორეს როდესაც დაისვა კითხვა იმის შესახებ, რომ კიდევ რომ ელოდებოდეთ შვილს იმ ადამიანებთან, რომლებსაც შვილები ჰყავდათ, თუ აიღებდით, ყოველი მეხუთე ამბობს, რომ იმის მიუხედავად აიღებ და ეს იქნება ანაზღაურებული თუ არა. თუმცა რა თქმა უნდა, საუკეთესო პრაქტიკა არის ის, რომ მამების შვებულება იყოს ანაზღაურებული, ხომ? მაგრამ ეს არის ისეთ პერიოდი, აი წეღანაც ვახსენე, რომელსაც როდესაც თუ კი გამოტოვებ, მისი ადაბრუნება ვერ ხვდება და აი ყველას გვაქვს ალბათ დაკვირვება ჩვენს ირგვლივ საზოგადოებაში, რომ ბაბუები არიან ხოლმე ხშირად ბევრად უფრო აქტიური მამები, უბრალოდ ბაბუას როლში არიან კაცები უფრო აქტიურები და ხო ხშირად შეიძლება მე მიფიქრია, რომ ისინი ცდილობენ ამ დროს იმის ანაზღაურებას, იმ დროის ანაზღაურებას, რაც შესაძლოა მათ ხელიდან გაუშვეს თავიანთ შვილებთან. და მე მგონი ამისი გააზრება ახალგაზრდა კაცებში იზრდება და ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს არის ისეთი პრივილეგია იყო მამა და იყო მშობელი, რომელიც ხელიდან ნამდვილად არ უნდა გაუშვას ადამიანმა და მაქსიმუმი უნდა მიიღოს ამ გამოცდილებისგან. იკვლევა, რომელიც ვახსენე მე წარსადგენ ტექსტში მოიცავს არა მხოლოდ ბავშვზე ზრუნვას, არამედ საზოგადოდ, აი უხილავ შრომას, რასაც ვეძახით, არა, საშინაო შრომის თანაბარ განაწილებას. აი ამ თვალსაზრისით, როგორია კვლევის მონაცემები? ამაზე ვთქვათ 2 სიტყვით და ხო, აი როგორც ვახსენე, ყველა მონაცემი სახარბიელო არ არის, რა თქმა უნდა, საშინაო შრომის 90%-ს მაინც ასრულებენ ქალები, ასევე ქალის როლთან დაკავშირებული წარმოდგენა არის ახლა უფრო კონსერვატიულისკენ გადახრილი ვიდრე 2019 წელს. ანუ თუ კი 2019 წელს სრული მოსახლეობის 48% ამბობდა, რომ ქალის ძირითადი როლი და მოვალეობა არის ოჯახზე ზრუნვა და აქედან 34 იყო ქალები და 59 თუ არ მეშლება იყო კაცები. ეხლა ეს მონაცემი არის 57, მოსახლეობის უკვე 57% ფიქრობს ასე და მათ შორის 46% არიან ქალები, ხოლო 69 კაცები. ზოგადად ამ დამოკიდებულებებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ახალგაზრდები ასეთი წარმოდგენები ბევრად უფრო ანუ მყარი და სტერეოტიპული წარმოდგენები არის ბევრად უფრო სუსტი, ისინი ბევრად უფრო ფართოდ უყურებენ სამყაროს. თუმცა აქაც აღსანიშნავია ის, რომ ხშირად ეს ხდება ახალგაზრდა გოგოების ხარჯზე და ახალგაზრდა კაცების წარმოდგენები ასე სწრაფად არ იცვლება, რაც ვფიქრობ, რომ მე არის ნიშანი იმისა, რომ კაცებთან და ახალგაზრდა კაცებთან მეტი არის სამუშაო და აი სწორედ სხვადასხვა ინიციატივებით, როგორიც არის მათ შორის კაცები ზრუნავენ, მამების სკოლა, რომელსაც ასევე ვახორციელებთ, მამების თასი, ბევრი სხვადასხვა ინიციატივა, რომელსაც ვახორციელებთ, ასევე ინიციატივა ბიჭებისთვის, როდესაც ბიჭებთან, მოზარდ ბიჭებთან ხდება მუშაობა, ყველა ეს ინიციატივა სწორედ მაგას პასუხობს, რომ აი ეს ნაპრალი, რაც არის ქალებისა და კაცების წარმოდგენებს შორის, უფრო დაპატარავდეს და უფრო შეივსოს, რათა ეს საერთო ველი იყოს ნაპოვნი.